და დღის სხვა მთავარი თემები დაარღვია თუ არა მოქმედმა პრეზიდენტმა კანონი ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაციას სახელმწიფო დროშის ხელყოფის ფაქტზე გამოძიების დაწყებას მოითხოვს. შესაბამისი განცხადება უკვე პროკურატურაშია. ასოციაციის პროტესტი პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის თავზე შაბათს აფრიალებულ ეგრეთ წოდებულ გულებიან დროშას მოხვა. ამ ფაქტის შემდეგ ჰერალდიკის საბჭო და დეპუტატების ერთი ნაწილი საკანონმდებლო რეგულაციების გამკაცრების ინიციატივით გამოდის. ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციას სახელმწიფო სიმბოლიკის შეურაცხყოფაში ადანაშაულებს და დროშის ჩამოხსნის ფაქტზე პროკურატურაში ჩივის. ორგანიზაცია კონკრეტულ კანონდარღვევაზე საუბრობს და მოითხოვს, რომ პასუხისმგებელი პირები კანონის მიხედვით დაისაჯონ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა საქართველოს სახელმწიფო დროშის შედგავას, რაც გარდა იმისა, რომ არის საქართველოს ორგანული კანონი სახელმწიფო დროშის შესახებ დარღვევა, აგრეთვე ეს არის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დაჟადი ქმედება და იმედი გვაქვს, რომ აღნიშნული ფაქტი იქნება სრულყოფილად გამოძიებული. დარღვევაზე საუბრობენ ჰერალდიკის საბჭოშიც, თუმცა ელდარ შენგელაია ამბობს, რომ პრობლემა საკანონმდებლო რეგულაციებშია. სახელმწიფო ორგანო პარლამენტისთვის წარსადგენად ცვლილებათა პაკეტს ამზადებს, რომელშიც დეტალურად გაიწერება სახელმწიფო სიმბოლიკის გამოყენების წესები და კონკრეტული ქმედებების სამართლებრივი შეფასებაც გაადვილდება. კანონმდებლობაში უნდა იყოს ჩამოყალიბებული დროშის გამოყენების წესი აუცილებლად. ჯერჯერობით ეს არ არის ბოლომდე დახვეწილი ეს კანონი. ჩვენ გვაქვს წინადადებები შემუშავებული, რომელიც უნდა მიიღოს პარლამენტმა. ხშირად იყო ხოლმე გამოფენილი პარტიული დროშები ადმინისტრაციულ შენობებზე სხვადასხვა დროს. ამას არ ექცეოდა მნიშვნელობა და არ ექცეოდა დიზაინირება. ვფიქრობ, ესეც დარეგულირებადი არის სწორედ ესეთ სამართლებრივი აქტების მიღების შემდეგ. პრეზიდენტის სასახლის გუმბათზე ეროვნული დროშა, ეგრეთ წოდებული გულებიანი დროშით შაბათკვირას შეიცვალა. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ეს ფაქტი კლიპისთვის საჭირო კადრების გადაღების მიზეზით ახსნა. ამას მთავრობის მწვავე კრიტიკა მოყვა. ფაქტის გამოძიება დღეს უმრავლესობასაც სურს, რადგან მათი თქმით, მომხდარი არა მხოლოდ ეთიკის, არამედ კანონის დარღვევაც იყო. ამ თემას მოქმედი პრეზიდენტის ადმინისტრაცია დღეს აღარ გამოხმაურებია. სამაგიეროდ ცნობილი გახდა მომავალი პრეზიდენტის პოზიცია. სახელმწიფო შენობაზე მსგავსი პერფორმანსი რეალურად ცოტა გასაკვირია, მაგრამ მიხეილ სააკაშვილთან ამ თვალსაზრისით გაგებით მოეკიდა გიორგი მარგველაშვილი. დროშა ეს არის არა მარტო სახელმწიფო სიმბოლო, არამედ ეს არის მისი სუვერენობის გამოხატულება, იმიტომ რომ დროშის მოხსნა ნიშნავს სუვერენობის შელახვას. ამიტომაც ეს ერთდროულად არის ეთიკის დარღვევაც და კანონის დარღვევაც. დროშის ჩამოხსნის ფაქტზე დაწყებულ დავას როგორც პოლიტიკური ეთიკის, ასევე სამართლებრივი კუთხით ლეგიტიმურად მიიჩნევს გიორგი ბარამიძე. უმცირესობის წევრისთვის ადმინისტრაციის განმარტებები მისაღებია, თუმცა ასევე ამბობს, რომ თავად მხარს დაუჭერდა სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენებაზე კანონის გამკაცრებას. კანონმდებლობის გამკაცრებაზე თუ იქნება საუბარი, მე პირადად ხარს დაუჭერდი, იმიტომ რომ მიმაჩნია, რომ რაც უფრო მეტად გაუფრთხილდებით ქვეყნის სიმბოლიკას, უკეთესია. ამ შემთხვევაში კანონი არ დარღვეულა, შეიძლება კიდევ ერთხელ გეუბნებით ვიღაცას პოლიტიკური ეთიკის თვალსაზრისით ეს მისაღებათან მიუღებლად მოეჩვენოს, ეს უკვე სხვა საკითხია. დავა შეიძლება იყოს აბსოლუტურად ლეგიტიმურია ეს დავაც. სახელმწიფო დროშაზე ჯვრების ნაცვლად გულები პირველად ნაციონალური მოძრაობის ბოლო ყრილობაზე გამოჩნდა. დღეს გიორგი ბარამიძემ განმარტა, რომ ის პარტიული დროშა არ არის. ატრიბუტის დანიშნულებას და 24 საათის განმავლობაში პრეზიდენტის სასახლეზე აღმართვის კანონიერებას გამოძიება დაადგენს.